დილამშვიდობის ყველას. დღეს არის 13 იანვარი და 2026-ის პირველი მიზნის მისაღწევად მივიდივარ იარაღის ლიცენზიის ასაღებად. რაც ძალიან დიდი ხანია მინდოდა და უბრალოდ თავი ვერ მოვაბი. გამოდელ ვიდეოში გეტყვით, როგორ შეიძლება, სად შეიძლება, რა ჯდება, ასე შემდეგ. 6-დან 8 საათამდე კურსი არის, 8 საათი იმ შემთხვევაში თუ ბევრი არის, დღეს მე მგონი 2 თუ 3 ადამიანი ვარ და 6 საათში დაგიმთავრებ თუ გითხრა. და ქალაქიდან ჩემ ქალაქში, ანუ რამოდენიმე სხვადასხვა მასწავლებელია, სხვადასხვა კლასია, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე, რომ 2 კვირა მუშაობ და მე 1 კვირა სახლში ვარ. ეს იყო რომელიც ვნახე და ჩემი ქალაქიდან 15-19 წუთის სავალზე არის სადღაც. მივდივარ იქ. დანარჩენს ნელ-ნელა მოგიყვებით. ეს არის წიგნი და მარტო ვარ კლასში. მარტო მე მიტარებს, გავიდა ახლა 2 წუთით. მოკლედ, ჩავაბარე ტესტი. აი ეს წიგნი არის. აი ეს ფურცელი მომცეს, რომელსაც აპლიკაციას რო შევავსებ RCM-ის გვერდზე. ამ ფურცელს ფოტოს დაურთავ. პირადი კითხვები არის იქ, 2 თუ 3 რეფერენსი გინდა, ანუ შენი ოჯახის წევრი ან მეგობარი, იმათ ნომერს ან იმეილს მისცემ. იმათ უგზავნიან იმეილს, ისინი უპასუხებენ რაღაც კითხვას, ანუ არაფერი განსაკუთრებული. ეს კლასი $125 გადავიხადე მე, შეიძლება ზოგან ცოტათი მეტი იყოს, მაგრამ ყველაზე ძვირი მე რაც ანუ რო ვეძებდი $175 იყო ყველაზე ძვირი. გამიმართლა იმ მხრივ რომ მარტო ვიყავი საერთოდ ამ კაცთან, ვეტერანი იყო, კოსოვოშიც ნამყოფი იყო, ანუ ასაკოვანი. საქართველოსაც ბევრი რამ იცოდა, ალბათ ნახევარი კლასი უბრალოდ ესე ვლაპარაკობდით. იარაღი რა ბავშვობიდან ასე თუ ისე მქონდა შეხება, ვიცი როგორ უნდა იხმარო, სანადირო თოფი როგორ ატარო, ასე შემდეგ. და ყველაზე მაგარი რაც იყო, ტესტი საერთოდ არ დამიწერია. ანუ ვერბალურად რასაც ველაპარაკებოდი და რაც ვიცოდი, ანუ ტესტის დაწერას აზრი არ აქვს, ვერბალურად ჩავიბარეო. მე გამიმართლა თუ ვერ მივხვდი, შეიძლება მარტოები რო ვიყავის და ყველაფერი რო ვიცოდი, ანუ ძალიან მარტივი არის, არაფერი განსაკუთრებული არ არის. გიხსნიან კალიბრის და გეიჯის სხვაობას, გიხსნიან სხვადასხვანაირი ტყვიები რომელი არის, გიხსნიან სხვადასხვანაირი ანუ სანადირო თოფის ან ვინჩესტერის ტყვიები რომელი არის, გიხსნიან რომლით არ შეიძლება ნადირობა სიტყვაზე, გიხსნიან პატარა ისტორია არის თვითონ შავი პოროხი, როდის გამოიგონეს, როდის შეწყვიტეს შავი პოროხის გამოყენება და ასე შემდეგ. ამ წიგნში არის ეს ყველაფერი. მე სხვადასხვანაირი იარაღების, ანუ 6 სახეობა არის თუ არ ვცდები. ბევრი არც არის. და ამ 6 სახეობის მესარი სახელები არის ჩამოწერილი. აი ხო, რამდენი არის 1 2 3 4 5 6. ეს არის non-restricted. მე იყო შენახვა და გადაზიდვა როგორ ხდება უსაფრთხოდ. ბოდიში. ხო და ძალიან მარტივი რამოდენიმე კითხვა იყო და ყველაფერი ასე თუ ისე ვიცოდი. მართლა ვიცოდი, ანუ ჩვეულებრივ, ოდესმე იარაღთან რამე შეხება თუ ქონიათ, იცით ეს ყველაფერი. და ჩემ მეგობრებს აქვთ იარაღები და იქიდან გამომდინარეც ვიცოდი. გაჭერინებს იარაღს რამოდენიმეჯერ როგორ სიტყვაზე სანადირო თუ ხარ, როგორ დაიჭერ. და ეგ იყო, ანუ ვერბალურად თუ ყველა კითხვას გაეციო პასუხი, ტესტი აღარ დამაწერინა. ასე რომ ალბათ მასეც შეიძლება. ინგლისური ვინც არ იცით და ვინც ცხოვრობთ აქ, კითხე, იმიტომ რომ ნაცნობები მყავს, რომლებიც, კარგად არიციან ენა
და კიო პრობლემა არ მაქვს, რომ თარჯიმანს თუ მოიყვანენო, ანუ რეალურად თუ თარჯიმანს უნდა შეეძლოსო, რომ ამ ადამიანს აუხსნას ყველაფერიო რა. მე თარჯიმანს ვასწავლიო, აუხსნი ყველაფერსო და თარჯიმანი აუხსნის მე ამ ადამიანს. ანუ ენა თუ არ იცით, მაინც შესაძლებელი არის PAL ლიცენზიის კურსის გავლა და მე უკვე RCMP-ის ვებსაიტზე RCMP არის კანადური FBI, RCMP საიტზე ავსებთ აპლიკაციას და დაახლოებით 3-4 თვე ჭირდება ამ ყველაფერს. თუ ნებისმიერი სახის კრიმინალი გაქვთ, შანსი არა იარაღის ლიცენზიას არ მოგცემენ. დანარჩენი ხო ან მე ერთადერთი რაც მაქვს, ბარში რომ მუშაობდი რამოდენიმე ჩხუბის, ანუ უბრალოდ кейსში ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს, მაგრამ ანუ მე არ ვიყავი არც დამნაშავე, არც არავის არ უჩივია ჩემთვის არაფერი და მანქანის ისწრაფის ჯარიმები მაქვს, არც ერთი არ იმოქმედებს მაღაზიაო. ძალიან მაგარია, მართლა მაგარია. ეხა ამ დღეებში ალბათ ჩავიჯდები სანადირო ლიცენზია კიდე სხვა არის, იმის გაკეთება უკვე ონლაინ შეიძლება, რამოდენიმე საათიანი კურსი არის ისიც და იმედია ზაფხულისთვის მოვა იარაღის ლიცენზია და შემოდგომაზე წავალ სანადიროდ. ეს ხა ვიღაცა თუ შეხტა და დაბზრიალდა სანადიროდ ჰოპო. არ გეგონოთ აქ ისე ნადირობენ როგორც 90-იანებში საქართველოში ჯიხვებს რო კალაშნიკოვებით ხოცავდნენ, არა. ყველა даже კაუნტის ან თელ პროვინციაშიც კი ყველა სხვადასხვა მხარეს თავისი კვოტები აქვს, რამდენი ირემია, რომელი სახის ირემი შეიძლება მოკლა, ასე შემდეგ. ეს მხოლოდ სეზონზე ხდება და ამისი ლიმიტები არის. სიტყვაზე ირმის თაგის ყიდვა გაცილებით ადვილი არის, იმიტომ რომ დიდი პოპულაცია არის. ლოსზე გათამაშება ლატარე შეიძლება 25 წელი ყოველ წელს ანუ შეეცადო რომ მოიგო ლოსის თაგი, მაგრამ ვერ მოიგო. დათვზე კიდე სპეციალური ის არის, დათვს ნაკლებად ვეტანები მე უფრო ირემი და ანუ არანაირი ის იდეა არ მაწუხებს რაღაც თავები დავკიდო სახში და ისინი ფიტურლები მქონდეს უბრალოდ. მაგაზე ჯანმრთელ ხორცს ვერ იყიდი, შანსი არა. არ იყიდება ეგეთი რაღაც. თან იარაღები მიყვარს, ასე რომ ხო, ჩემი მიზეზი იარაღის ლიცენზიის აღების არის ნადირობა და ჩემი პირადი იარაღისადმი სიყვარული. კანადაში ორი სახის იარაღის ლიცენზია, ერთი არის restricted და not restricted. Not restricted არის ეს, რაცაც ახლა მე ვიღებ, ანუ სანადირო თოფი, ვინტოუკები, ქართულად არ ვიცი ვინტოკას რა ქვია. და ვინჩესტერები. შეიძლება ესენი იყოს, ანუ სიტყვაზე ბენელის აქვს ნახევრად ავტომატური, დაშვებული არის, მაგრამ ბოლო 2 წელია კანადაში აიკრძალა პისტოლეტების ყიდვა, გაყიდვა, თუ ვინმეს ქონდა აქამდე, შეუძლიათ შეინახოთ და ქონდეთ. კანადაში აიკრძალა AR-ების ყიდვა, გაყიდვა. კიდევ თუ ვინმეს ქონდა, ისევ აქვთ, უბრალოდ ვეღარ გაყიდი და ვეღარ იყიდი. ალბერტას პროვინცია, როგორც ამერიკაში ტეხასი ისე არის, ესენი აწვევიან რომ დააბრუნონე და ამ კაცს რო ველაპარაკე, ეს აიღეო და მე ისიც გააკეთე და იმედია ოდესმე შეიცვლება კანონი და უბრალოდ მზად იქნები და იყიდი იარაღსო. ასე რომ ასე ვიზაო. ვინმეს თუ ნადირობა უნდა და სიტყვაზე იარაღი არ აქვს, ან კრიმინალი გაქვს და იარაღის ყიდვის უფლებას ვერასდროს აიღებთ, ან 10 წელი ვერ აიღებთ. ჩაულებრივი ამბავი არის compound bow, ის არის არბალეტი, ესე ვთქვათ, ალბათ უფრო გასაგონად ვთქვათ. ნებისმიერ სახის ის შულდისრით შეგიძლიათ ინადიროთ და ჩაულებრივი ანუ ირემს კლავს compound bow-ებს ისეთი დარტყმის ძალა აქვს, რომ დიდი ირემზე წახვალთ სანადიროს თან. ეგეთ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგას არანაირი ლიცენზია არ უნდა, პირდაპირ შეგიძლიათ კაბელაშიანების მიერ ადგილას შეხვიდეთ, იყიდოთ და უბრალოდ ნადირობის ლიცენზია გინდათ, რომელიც იქ უკვე არ აქვს მნიშვნელობა კრიმინალი გაქვს თუ არ, ნადირობის ლიცენზიას ყველა ვარიანტში გაძლევენ.
სხვა არაფერი კიდევ თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ კომენტარებში დაწერეთ რომ ავიღებ ალბათ ზაფხულის შუა ზაფხულში მომივა ლიცენზია რო ავიღებ მე იარაღის აყილათად წაგიყვანთ იარაღის რეგისტრაცია რეალურად არ არის აუცილებელი თავარია რომ გქონდეთ ეს იარაღის ქონის საბუთი და პირდაპირ ანუ შედიხართ მაღაზიაში იარაღის მაღაზიაში ყიდულობთ ამ იარაღს გაძლევენ checks bill of sales ეგ უნდა შეინახოთ იმიტომ რომ სიტყვაზე ძალიან ბევრი ამერიკელი ამოდის კანადაში სანადიროდ და ძალიან ბევრი კანადელი მიდის ამერიკაში სანადიროდ სხვადასხვა ცხოველებზე ამერიკაში თუ აპირებთ გადასვლას უნდა გქონდეს ეგ რა სხვა არაფერი განსაკუთრებული ამერიკაში სხვანაირად არის ამერიკაში ყველა შტატს სხვადასხვა კანონი აქვს იარაღთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა ქალაქსაც კი აი სიტყვაზე ნიუ-იორკის შტატს და ნიუ-იორკ ქალაქს შეიძლება სხვადასხვა კანონი ქონდეთ იარაღთან დაკავშირებით კანადაში ფედერალური არის მთელ კანადას ეხება ის რაც არის ერთი კანონი არის უმეტესად გარდა ეხა ალბერტა თუ შეცვლის რამეს ასე რომ ხო საკმაოდ იაფი არის თაგები ანუ თაგი ქვია ლიცენზიას ირემდა სიტყვაზე დაახლოებით $100 იღებს შეიძლება უფრო ნაკლების ელქირო ინადიროს ადამიანმა ალბათ 300-400 კილო ხორცი არის ასე რომ თან ძალიან გემრიელი ხორცია დამიჭერეთ ხო ნუ შემიძულებთ ვისაც ნადირობა არ გიყვართ ეს პირიქით თუ კარგად მოიძიებთ ინფორმაციას ბუნებისთვის აუცილებელია ნადირობა კანადაში არ არის ისე რომ რეგულაციების გარეშე ვინმე მინადიროს ძიმის აქეთ დაატოვებინებენ მასეთ ხალხს ეგ იყო და ეგ რა ესეთი კიდევ მეორე დისკის წიგნია ამას გადიხარ იქვე კითხულობ ყველაფერს ანუ მე როგორც გავიარე ანუ კითხებს მისვავდა ეს ზეპირად რა და პასუხობდი ჩაპტერს გაგვიდით ბოლოს კითხვა იყო ამ კითხებს ყველას პასუხობდი მე მითხრა რომ ანუ დაწერას ვარნაირი აზრი არ აქვს good to go-ა ასე რომ შეიძლება თქვენც მასე შეგხვდეთ რა ვიცი წარმატებები ყველას